როგორც ერთ-ერთ ვიდეოში უკვე გითხარით, 2014 წლიდან ფორმულა 1-ში დაიწყო ახალი ერა, ტურბო ჰიბრიდული ერა, რომელიც Mercedes-ის აბსოლუტური დომინაციით აღინიშნა. თითქოს ყველაფერი განსაზღვრული იყო. ერთგუნდიანი ბატონობა, ერთპიროვნული ლიდერი ლუის ჰემილტონი. თუმცა კამერების მიღმა იწყებოდა ბრძოლა, რომელსაც ისტორიაში ვერცხლისფერი ომი ეწოდა. ეს იყო შიდა ომი ორ ფენომენალურ პილოტს შორის. სწორედ ამ ბრძოლაში ჰემილტონს დაუპირისპირდა ის, ვისგანაც ყველაზე ნაკლებად ელოდნენ. მისი თანაგუნდელი, ბავშვობის მეგობარი და ყველაზე სასში მოწინააღმდეგე ნიკო როსბერგი. ეს აღარ იყო მხოლოდ სპორტი, ეს იყო ბრძოლა ღირსებისთვის და მემკვიდრეობისთვის. ბრძოლის 3 სეზონი, სადაც გამარჯვება და მარცხი წამის სიზუსტით განისაზღვრებოდა. დაძაბულობა, რომელიც კულმინაციას ყოველ ბოლოზე აღწევდა. დაპირისპირება, რომელმაც Mercedes-ის გუნდი ორ ბანაკად გაყო და ფორმულა 1-ის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე დრამატული ეპიზოდი დაწერა. დღეს მე გიამბობთ ვერცხლისფერი ომის შესახებ. ისტორიას, რომელმაც გვაჩვქათ ტრიუმფი, ღალატი, დაძაბულობა და საბოლოოდ შესანიშნავი სანახაობა. თქვენ უყურებთ Paddock Memories, ასე რომ დავიწყოთ. მართალია ვერცხლისფერი ომი დაიწყო 2014 წელს, მაგრამ ნიკო როსბერგის და ლუის ჰემილტონის კონკურენცია ბევრად ადრე დაიწყო. ნიკო როსბერგი დაიბადა გერმანიაში, მაგრამ ცხოვრობდა და იზრდებოდა მონაკოში, რადგან მისი მამა შეძლებული ფორმულა 1-ის ჩემპიონი კეკე როსბერგია. ჰემილტონმა კი მთელი ბავშვობა საერთო საცხოვრებელში გაატარა, რომელიც ეკუთვნოდა კომპანიას, სადაც მისი მამა მუშაობდა. იმისთვის, რომ ლუის ახალგაზრდულ საბოლოო სერიებში მიიღო მონაწილეობა, მისი მამა რამდენიმე სამსახურში მუშაობდა. იმის მიუხედავად, რომ ნიკომ კარტინგებში მონაწილეობა და ვარჯიში რამდენიმე წლით ადრე დაიწყო ვიდრე ლუისმა, ისინი მაინც კარტინგების ერთ სერიაში მოხვდნენ, რომელსაც ფორმულა A ერქვა. თითქოს და ბედის წერაა, რომ შემდეგ 2000 წელს ისინი ერთად მაკლარენის ახალგაზრდულ გუნდში მოხვდნენ. მაშინ ჰემილტონი გახდა ჩემპიონი და აიღო ქულების მაქსიმალური რაოდენობა. მართალია ნიკო მას ჩამორჩებოდა, მაგრამ სხვაობა დიდი არ ყოფილა. უკვე მაშინ ამბობდნენ, რომ ისინი ერთმანეთის დაუძინებელი მტრები იქნებოდნენ. რობერტ კუბიცა ამბობდა, რომ ისინი არა მარტო ტრასაზე ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს, არამედ ტრასის გარეთაც. ხალხი ამბობდა, რომ ლუის ბუნებრივი ტალანტი ჰქონდა. ამავე დროს კი ნიკოს ანალიტიკური და რაციონალური მიდგომა რბოლებდა. ექსპერტები ამბობდნენ, რომ ისინი დიდ მწვერვალებს მიაღწევდნენ. ასეც იყო. ლუისმა მოიგო ბრიტანული ფორმულა რენო, ევროპული ფორმულა 3 და GP2, რომელსაც დღეს ფორმულა 2 ქვია. ამ პერიოდის დროს ის იყო მაკლარენის დამხმარე გუნდში და 2007 წელს გახდა მაკლარენის ფორმულა 1-ის გუნდის პილოტი. მისი მეწყვილე იყო მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ფერნანდო ალონსო. ნიკომ მოიგო გერმანული ჩემპიონატი ფორმულა BMW. It's BMW, not BMW. Bayerische Motorenwerke. Wait, what? Bayerische Motorenwerke. Learn it. 2004 წელს კი რამდენიმე ტესტი გაიარა ვილიამსის გუნდში. ერთ წლის შემდეგ მან ასევე მოიგო GP2 და 2006 წელს გახდა ვილიამსის საბოლოო პილოტი ფორმულა 1-ში. ფორმულა 1-ში მათი გზები ცოტახნით გაიყო. ლუისი სწრაფი ბოლიდებით იბრძოდა და მსოფლიო ჩემპიონიც გახდა. ამ დროს კი ნიკო უფრო ნელი ბოლიდებით გამოდიოდა და მაქსიმუმ რამდენიმე პოდიუმს იღებდა სეზონში. 2012 წლის ბოლოს ის გამოდიოდა Mercedes-ის გუნდში მიხაელ შუმახერთან ერთად. იმ დროისთვის Mercedes-ი ნელ-ნელა აუმჯობესებდა ბოლიდებს და ზრდიდა სისწრაფეს. ალბათ ლუისმა ამ დროს დაინახა პოტენციალი, დატოვა მაკლარენი და შეუერთდა ვერცხლისფერ ისრებს. ეს ნაბიჯი ექსპერტებმა და გულშემატკივრებმა გაურკვევლად მიიღეს. ზოგი ფიქრობდა, რომ ლუისმა ეს გადაწყვეტილება სასწრაფოებისგან მიიღო, მაგრამ შემდეგი სეზონის რეზულტატებიდან გამომდინარე, ყველას გაჩუმება მოუწია. Mercedes-მა კონსტრუქტორის თასისთვის ბრძოლაში მეორე ადგილი დაიკავა. მათ მხოლოდ იმ დროისთვის დომინანტ Red Bull-თან წააგეს. ზუსტად იმ წელს გამოჩნდა მეწყვილეებს შორის დაპირისპირების პირველი ნიშნები. ბევრმა არ იცის, მაგრამ 2013 წელს მალაიზიის გრან-პრიზე, სადაც Red Bull-ის პილოტებს შორის დაპირისპირება მოხდა, რომელიც წინა ვიდეოში განვიხილე, Mercedes-იც გამოირჩეოდა გუნდური ტაქტიკის გამოყენებით. როსბერგს უბრძანეს, რომ ჰემილტონის უკან ყოფილიყო, მაგრამ იმის მიუხედავად, რომ ჰემილტონი თვითონ ამბობდა, რომ ნიკო უფრო სწრაფი იყო და ინჟინერებს სთავაზობდა მიეცათ მათთვის ბრძოლის უფლება, Mercedes-ში გადაწყვეტილება არ შეცვალეს. ბოლის შემდეგ ლუისმა განაცხადა, რომ ნიკომ უფრო მეტად დაიმსახურა პოდიუმზე ყოფნა, ვიდრე მან, მაგრამ დომინანტი Red Bull-ის ფონზე ამ ინციდენტს ყურადღება არავინ მიექცია. შევხედავდი შემდეგ სეზონში ლუისის სამართლიანობის აღდგენას როგორ მოითხოვდა. 2014 წლის სეზონის ტესტებზე Mercedes ჩემპიონატის ფავორიტად თვლიდნენ. და როცა საქმე ჩემპიონობაზე დგება, იქ ყველანაირი მეგობრობა მთავრდება. სეზონის მიმდინარეობის დროს ეს სიტყვები მართლაც რომ დამტკიცდა. Rubber burns, racing scars on the tar. Chasing shadows, fast, never slow.
მონაკაში ჰემილტონი ყველა სესიაში წინ იყო, მაგრამ კვალიფიკაციის მესამე სეგმენტში როსბერგი პირველი გამოვიდა ტრასაზე და იმის მერე რაც მოიპოვა შუალედური პოლ პოზიცია, ძალით უუნებლიოდ დაუშვა შეცდომა მირაბოუს მოსახვევში, რითიც გამოიწვია ყვითელი დროშები და არ მისცა ლუის თავისი სწრაფი წრის დაფიქსირების საშუალება, რის გამოც დარჩა პოლ პოზიციაზე და ადვილად მოიპოვა რბოლაში გამარჯვება. თქვენ რას ფიქრობთ, მართლა დაუშვა ნიკომ შეცდომა თუ ის ისევე მოიქცა როგორც ლეგენდარული პილოტი მიხაელ შუმახერი? უნგრეთის გრან-პრიზე როსბერგი ბოლოს პოლ პოზიციიდან იწყებდა, როდესაც ლუისი კვალიფიკაციაში შექმნილი ტექნიკური პრობლემების გამო ბოლო პოზიციიდან, მაგრამ უსაფრთხოების მანქანის გამოსვლის და დამატებითი პიტსტოპზე უარის თქმის გამო ლუისი ნიკოს წინ აღმოჩნდა. გერმანელი მეწყვილეს კუძზე ჩამოეკიდა. რადგან ნიკოს უფრო ახალი საბურავები ჰქონდა, გუნდმა ლუის თხოვა, რომ მეწყვილე წინ გაეშვა, მაგრამ ჰემილტონმა უარი განაცხადა, რომ ბოლის ბოლომდე შეინარჩუნა პოზიცია. ბოლის შემდეგ ტოტო ვოლფმა დაადანაშაულა ბრიტანელი, რომ მისი გამოხტომის გამო შეიძლება გუნდმა ხელიდან რბოლაში გამარჯვება გაუშვა. თქვენ რას ფიქრობთ ამ ინციდენტთან დაკავშირებით? Racing scars on the tar, chasing shadows, fast never slow, gripping that wheel, hearts ready to blow. Speed gods rising, thunder roars on, chasing immortals till the edge is gone. Gasoline veins, adrenaline high, flying through fire under blood red sky. Corners bite hard, twisting fate's path. One slip, crash into the aftermath. Metal and men, their wheels collide. 2014 წლის სეზონის ჩემპიონატის ბედი წყდებოდა ფინალურ რბოლაზე აბუ-დაბიში, სადაც ფორმულა 1 ისტორიაში პირველად ორმაგი ქულების აღება იყო შესაძლებელი. ამავე დროს ეს იყო ერთადერთი რბოლა, როდესაც ორმაგი ქულების აღება იყო შესაძლებელი. FIA მიიღო ეს გადაწყვეტილება იმისთვის, რომ სეზონის ფინალისთვის მეტი დრამატულობა და ინტრიგა შეეძინათ. ეს გადაწყვეტილება კრიტიკის ქარწილში მოექცა გულშემატკივრებისა და პილოტების მხრიდანაც. ამის შემდეგ 2015 წლიდან ორმაგი ქულების სისტემა გაუქმდა და აღარ გამოყენებულა. ჰემილტონმა იდეალურად დასტარდა, პირველ მოსახვევამდე გაასწრო როსბერგს და ლიდერობა მოიპოვა. ნიკო ყველანაირად ცდილობდა პოზიციის დაბრუნებას, მაგრამ IRS სისტემის პრობლემის გამო ის სწრაფად კარგავდა პოზიციებს. მან რბოლა მე-14 პოზიციაზე დაამთავრა. ინჟინერები თავაზობდნენ რბოლის ნაადრევად დასრულებას, მაგრამ გერმანელმა მოითხოვა, რომ გაეგრძელებინა რბოლა. მას უნდოდა მისულიყო ფინიშამდე, იმის მიუხედავად, რომელ ადგილს დაიკავებდა. იმის მიუხედავად, რომ ნიკო ძალიან დამწუხრებული იყო წაგების გამო, რბოლის შემდეგ ის მივიდა ლუისთან და მიულოცა მისი მეორე ტიტული. შემდეგ წელს Mercedes ისევ უკონკურენტო იყო. რა უნდა ვილაპარაკოთ, როდესაც სეზონის პირველ რბოლაში მათ 34 წამით გაუგზრეს უახლოეს კონკურენტებს Ferrari-დან. ამიტომაც თავიდანვე ნათელი იყო, რომ ჩემპიონობის ბედი ისევ ლუის და ნიკო შორის გადაწყდებოდა. მაგრამ 2015 წელს ნიკომ ვერ შეძლო ლუისთან თანაბარი ბრძოლა. ჰემილტონმა წინასწარ მოიგო ჩემპიონობა შტატების გრან-პრიზე. ჩემპიონატის დასრულებამდე 3 რბოლით ადრე. ბოლის შემდეგ გამარჯვებულების ოთახში ლუისმა დემონსტრაციულად ესროლა ნიკოს კეპი, ნომერი 2-ით.
როსბერგს ეს ჟესტი არ მოეწონა და თითქოს და გამოიღვიძა იმ ღრმა ძილიდან, რომელშიც მთელი სეზონი იმყოფებოდა. მან არა მხოლოდ მოიგო დარჩენილი 3 რბოლა, არამედ გააგრძელა თავისი მოგებების სერია შემდეგ წელსაც და აიყვანა ეს რიცხვი 7 მოგებამდე. ვინიცის შეიძლება მოგებების ეს სერია კიდევ გაზრდილიყო, მაგრამ ესპანეთის გრან-პრიზე მოხდა ის, რაც ადრე თუ გვიან უნდა მოხდარიყო. სეზონის ფინალურ ბოლოში როსბერგი მეწყვილეს 12 ქულით უსწრებდა. ეს ნიშნავდა, რომ მას რბოლა მესამე პოზიციაზე დაბლა არ უნდა დაემთავრებინა. თუ მთელი სეზონის განმავლობაში მერსედესი ადვილად უმკლავდებოდა თავიანთ კონკურენტებს, ზუსტად ამ რბოლაში გამოჩნდნენ ისინი, ვინც მათი გამოწვევა შეძლო. მაგრამ ეს ყველაფერი ჰემილტონის დახმარების გარეშე არ მომხდარა. ის ლიდერობდა რბოლაში, აკონტროლებდა ტემპს და იმაზე ნელა მიდიოდა, ვიდრე შეეძლო. ამ ყველაფრით ნიკოს უშლიდა ხელს და აძლევდა სებასტიან ფეტელს და მაქს ვერსტაპენს შეტევის საშუალებას. გუნდი თავისთავად ხვდებოდა, რაც ხდებოდა და ლუის მოთხოვა ტემპის გაზრდა, მაგრამ მან უარი განაცხადა. ამ ტაქტიკური სვლის მიუხედავად, ნიკომ შეინარჩუნა მეორე პოზიცია და გახდა მსოფლიო ჩემპიონი. 5 დღის გასვლის შემდეგ როსბერგმა გააკეთა განცხადება, რომელსაც მთელი ავტოსპორტი შოკში ჩაავიდა. ის წავიდა ფორმულა 1-დან და თქვა, რომ ეს ყველაფერი გამოწვეულია იქიდან, რომ მას უნდოდა ოჯახთან მეტი დროის გატარება. ამ დროს გამოჩნდა შეთქმულების თეორიები. ზოგი თვლიდა, რომ ნიკო მორალურად და ფიზიკურად გამოფიტული იყო. და თვლიდა, რომ ის ვეღარ გაუწევდა ლუის კონკურენციას და პენსიაზე გასვლა გამარჯვებულმა გადაწყვიტა. არსებობს ვერსიაც, რომ გუნდს და ნიკოს შორის იყო შეთანხმება, რომლის თანახმადაც გუნდი ხდიდა ნიკოს ჩემპიონად და ამ ყველაფრის შემდეგ ის ამთავრებდა კარიერას. გულშემატკივრებმა გაამყარეს ეს ვერსია იმით, რომ ლუის სეზონის დროს ძალიან ბევრი ტექნიკური პრობლემა ჰქონდა. ასევე ლუისმა ცეცხლს ნავთი დაასხა, როდესაც თქვა, რომ ოდესმე დაწერს წიგნს, სადაც აუცილებლად გაგვიმხელს რა მოხდა იმ სეზონში. თქვენ რას ფიქრობთ, რატომ დაამთავრა როსბერგმა თავის კარიერა? აუცილებლად დაწერეთ კომენტარებში. რას ფიქრობთ თითოეული იმ რბოლის განხილვაზე, რაც ვიდეოში ვახსენე? დამიწერეთ კომენტარებში. დღეისთვის კი სულ ეს. მადლობა ყველას, ვინც ბოლომდე უყურეთ ვიდეოს. არ დაგავიწყდეთ ვიდეოს მოწონება და არხის გამოწერა. კომენტარებში აუცილებლად გამიზიარეთ თქვენი აზრი ვიდეოს შესახებ. თუ ფორმულა 1 გიყვართ, შემოერთდით ჩემს Facebook ჯგუფს Paddock Memories. ლინკს კომენტარებში დავტოვებ. სადაც ერთად განვიხილავთ ფორმულას ირგვლივ მომხდარ ამბებს, გასულ და მიმდინარე სეზონებს.